ეხლა მინდა კვებაზე ვისაუბრო, ჩემი გამოცდილებით. კვებას რაც შეეხება, თავიდანვე ვამზადებ დაახლოებით 100 თუ ვამზადებდი 100 კილო პროდუქციას. 100 კილო პროდუქციიდან 50 კილო ქერს ვქვალ, ჩემი თუ მაქვს წისქვილი სახში მაქვს. ასევე დანამატები შედის შით 25-20 კილო უმფროსწორად ხორბალი და სიმინდი და ასევე უმატებდი 5 კილო, დღესაც მასე ვაკეთებ 5 კილო სემიჩკის შროც და 5 კილო სემიჩკის შროც და ასევე 5 კილო სოიოს. ასევე მინდა თქვა, რომ ჩემი გამოცდილება, არ ვიცი, რამდენად მე მოვიფიქრე ეს, რამდენად გაამართლებს, არ ვიცი, ჯერჯერობით არ უწყე, ანუ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავ ისეც და ცოტა როდესაც ამ 100 კილოგრამ მარცვალს ვავქვევ დაახლოებით განაწილებით, ანუ რო გავანაწილოთ 3-4 თავი საშუალო ნიორს ვავქვევ იმისთვის, რომ აი ნიორი ყველამ ვიცით, რომ ანტიბიოტიკის შემცველობა აქვს თითქმის, იმიტომ რომ ახლა ტყეში რო ღორები არის, დაუშვათ ტყეში რო აი ველური ღორები რო არის, მათ არც წამალი აქვთ იქ და არც არაფერი და უბრალოდ მომივიდა ესეთი რა, არ ვიცი რამდენად გამართლებულია და გამოცდილება თუ გაქვთ და ვამატებ ნიორს შიგნით რა. 5 თავი 5-6 თავს დაახლოებით 100 კილოგრამზე რა, ბევრიც არ შეიძლება რა. იმიტომ რომ ის თირკმელებისთვის ცუდია რა. როგორც მოვიძიე და ვიკითხე რა, ძალიან ბევრიც არ შეიძლება, მაგრამ როგორც ანტიბიოტიკის შემცველობისთვის, აი ბუნებრივი ინგრედიენტია და უმატებ მათ რა. დანამატს ვაკეთებ საკვებში და რავი, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ და შედეგსაც ვნახავ, აი, როდესაც გოჭიანობა იქნება რა. ან რამე თუ გამოიწვია რამე, ანუ უკუჩვენებები, მაგასაც ვნახავ რა, მაგასაც მოგახსენებთ. უბრალოდ ჩემი გამოცდილება და თქვენც თუ გამოცდილება გაქვთ, გავცვალოთ ერთმანეთში აზრები, რამდენად კარგი არის რა.